ვინც არ იცის, არსებობს ერთი საიდუმლო ადგილი, რომელზეც უძველეს ამბებში დიდი ხანია საუბრობენ. ამბობენ, რომ ეს არის სამოთხე, რომელიც მსოფლიოს უკიდურეს ჩრდილოეთში მდებარეობს. იმ ადგილას, სადაც ახლა მხოლოდ ხინული და ძლიერი სიცივეა. მისი სახელია ჰიპერბორეა და ზოგიერთი ძველი რწმენის მიხედვით, ეს ადგილი უბრალოდ ჩვეულებრივი მიწა არ არის. ზოგი ამბობს, რომ შესაძლებელია აქ ადრე მცხოვრები ადამიანები დაკავშირებულნი იყვნენ კაცობრიობის ისტორიაში პირველ განვითარებულ ცივილიზაციასთან. მაგრამ რა არის სინამდვილესი ჰიპერბორეა? ვინ არიან ეგრეთ წოდებული ჰიპერბორეელები? და თუ ისინი მართლაც არსებობდნენ, რატომ გაუჩინარდნენ უცებ? სწორედ ამას გავიგებთ ახლა. მაგრამ სანამ გავაგრძელებთ, დაალაიქეთ ეს ვიდეო. ეს ჩვენთვის, კონტენტ კრეატორებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. დიდი მადლობა. რა მოხდებოდა თუ არქტიკა, რომელსაც დღეს ვიცნობთ, ყოველთვის გაყინული არ ყოფილა? რა მოხდებოდა თუ ამჟამად არქტიკას რო სქელი ყინულის ფენა ფარავს, მის ქვეშ ოდესღაც განვითარებული ცივილიზაცია არსებობდა? დაჯერებდი ამას. ცივილიზაცია, რომელიც იმდენად განვითარებული იყო, რომ ძველი ბერძნები მას სამყაროს ბოლოს მდებარე სამოთხედაც კი აღწერდნენ. და ამას ისინი ჰიპერბორეას უწოდებდნენ. მათი ამბების მიხედვით ეს იყო უსასრულო სინათლის მიწა. ადგილი, სადაც თითქმის არ იციან კაცფრი ზამთარი, არ არის ომი, არც ავადმყოფობა, ამბობენ, რომ იქ ცხოვრები ადამიანები შვიდად და დიდხანს ცხოვრობენ. დღევანდელი ბევრი ადამიანისთვის ეს თითქოს ფანტაზია. თითქოს ეს უბრალოდ მითია, რომელიც ბერძნებმა გამოიგონეს. და ძალიან დიდი ხნის განმავლობაში უმეტესობა სწორედ ასე ფიქრობდა. ამბობენ, რომ ეს უბრალოდ გადაჭარბებული ისტორიაა ძველი ხალხისგან, რომლებსაც უყვარდათ და თხوارთებზე და მისტიკურ ადგილებზე ამბების მოყოლა, მაგრამ ერთი პრობლემა არსებობს. როდესაც თანამედროვე მეცნიერება უფრო ღრმად სწავლობდა დედამიწის წარსულს, ზოგი რამ ნელ-ნელა იწყებდა გამოვლენას. ზოგიერთი გეოლოგიური კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ უძველეს დროში არქტიკაში კლიმატი ზოგჯერ უფრო თბილი იყო ვიდრე დღეს. ჰოლოცენის თბილი პერიოდების გარკვეულ მონაკვეთებში ჩრდილოეთ პოლუსი მთლიანად ყინულით დაფარული არ ყოფილა, ულით დაფარული არ ყოფილა. იქ იყო მწვანე ადგილები, ტყეები და შესაძლებელია, რომ ზოგი ნაწილი ადამიანებისთვის საცხოვრებლადაც ვარგისი ყოფილიყო. ასე რომ ჰიპერბორეას ამბავი კიდევ უფრო საინტერესო ხდება. რა იქნება თუ ეს ლეგენდა უბრალოდ წარმოსახვა არ არის? რა მოხდება თუ ეს ძალიან ძველი მოგონებაა ნამდვილი სამყაროსი, რომელიც ისტორიიდან გაქრა? თუ ეგვიპტეს და სუმერს აქვთ ისტორიები დაკარგული განვითარებული ცივილიზაციების შესახებ, როგორიც ატლანტიდა, შესაძლებელია თუ არა, რომ ბერძნებსაც ჰქონდეთ ამის საკუთარი ვერსია. და აქ ყველაფერი კიდევ უფრო უცნაური ხდება, რადგან ზოგიერთი ძველი წერილისა და ჰიპერბორეაზე ჩატარებული კვლევის მიხედვით, იქ არა მარტო ლამაზი მიწებია. სხვანაირები იყვნენ ის არსებებიც, რომლებიც იქ ცხიციქ ცხოვრობდნენ. ისინი მაღალი, ნათელი გარეგნობის და ჩვეულებრივ ადამიანებზე ბევრად გრძელვადიანი სიცოცხლის მქონენი იყვნენ. არსებობს რამდენიმე ისტორია, რომელიც ამბობს, რომ მათ ჰქონდათ ცოდნა და ტექნოლოგია, რომელიც თითქოს შეუძლებელი იყო ძველი სამყაროსთვის მიეღწია. ისინი თითქოს მხოლოდ გადარჩენაზე არ ფიქრობდნენ. პირიქით. ისინი ცხოვრობდნენ ცის, გვარსბლავებისა და სამყაროს კანონების მიხედვით. ისინი წარმოადგენდნენ ცივილიზაციას, რომელიც ძალიან განვითარებული იყო და ამავე დროს ძალიან დაკავშირებული ბუნებასთან. მაგრამ თუ ეს ადამიანები მართლაც არსებობდნენ, რატომ აღარ არის მათი კვალი დღეს? ძველი ბერძნებისთვის ჰიპერბორეა უბრალო ზღაპარი არ ყოფილა. ისინი სჯეროდათ, რომ ეს ნამდვილი ადგილი იყო. თავად სახელიც კი ნიშნავს ბორეასის მიღმა. ბორეასი კი ჩრდილოეთის ცივი ქარის ღმერთია. ჰიპერბორეა ნიშნავს, რომ ის ჩრდილოეთით კიდევ უფრო შორს მდებარეობს. იქ, სადაც ზამთრის ძლიერი ქარი ვეღარ აღწევს. მაგრამ კიდევ ერთი დეტალია, რომელიც მათი ისტორიებში ხშირად მეორდება, ჰიპერბორეაში თურმე მზე თითქმის არასდროს ჩადის. ამიტომაც ზოგმა ძველმა ბერძენმა პოეტმა, მაგალითად პინდარმა, ეს ადგილი სამოთხედ აღწერა, სადაც თითქოს ღამე საერთოდ არ არსებობს. ძველად ეს დაუჯერებლად ჟღერდა, მაგრამ ეხლა უკვე ვიცით, რომ ამას სამეცნიერო ახსნა აქვს. არქტიკის ცრის მიღმა მდებარე ადგილებში მართლაც არის თვეები, როცა მზე თითქმის არ ჩადის. ძველი ბერძნებისთვის, რომლებიც ხმელთაშუა ზღვის მახლობლად ცხოვრობდნენ, ასეთი ფენომენი ნამდვილად ჯადოსნურად უნდა მოჩენილიყო. და მათთვის ეს ნიშანი იყო იმისა, რომ შორეულ ჩრდილოეთში ნამდვილი ცივილიზაცია არსებობდა. საზოგადოება, რომელიც თითქოს დედამიწასა და თითქმის ზეცის მსგავს სამყაროს შორის ცხოვრობდა. ამის მიუხედავად ჰიპერბორეასთან დაკავშირებით ერთი დიდი პრობლემა არსებობდა. თითქმის ვერავინ ახერხებდა იქ მოხვედრას. ზოგიერთი უძველესი ამბის მიხედვით თითქოს რაღაცა უშლიდა ხელს ყველას, ვინც ამ ადგილის პოვნას ცდილობდა. ხანდახან ძალიან საშიში მთები იყო, რომლებიც მოგზაურებს გზას უღობავდნენ. ხანდახან კი ძალიან ძლიერი ქარიშხლები უშლიდათ ხელს.
და რაც უფრო მეტი დრო გადიოდა, ეს ადგილი მით უფრო იფარებოდა საიდუმლოთი. ფილოსოფოსმა ფრიდრიხ ницშემ მაშინაც კი თავად დაწერა. ницშეს თქმით, ჰიპერბორეელებთან მისასვლელ გზას ვერც ზღვაზე და ვერც ხმელეთზე ვერ იპოვი. პირველი შეხედვით ეს თითქოს უბრალო პოეტური სტრიქონია. მაგრამ ზოგი ისტორიკოსისთვის ამ განცხადებას უფრო ღრმა მნიშვნელობა აქვს. რადგანაც რაც უფრო მეტი ძველი ჩანაწერი ჩნდება ჩრდილოეთისკენ მოგზაურობის შესახებ, ისევ და ისევ ირკვევა, რომ იყვნენ ადამიანები, რომლებმაც ჰიპერბორეაში მისვლა სცადეს. მაგრამ ყოველთვის იყო რაღაც, რაც მათ იქ მისვლამდე აჩერებდა. და რაც უფრო გასაოცარია, არსებობს რამდენიმე მოწმობა, სადაც ამბობენ, რომ ზოგი მართლაც იქ მოხვდა. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ადამიანი, ვინც ამაზე დაწერა, იყო დიოდოროს სიკელოსი. მისი თქმით, შორს ჩრდილოეთში ძალიან დიდი კუნძული არსებობდა. ამბობენ, რომ ის თითქმის სიცილიის ზომის იყო. იქ იყო ნოყიერი მიწა, ვრცელი ველები და უზარმაზარი ტაძრები, რომლებიც თითქოს ჩვეულებრივი ადამიანის ნამუშევარი არ იყო. მან ასევე თქვა, რომ იქ მიდიოდნენ მომლოცველები აპოლონის პატივსაცემად, რადგან ჰიპერბორეელებისთვის აპოლონი ყველაზე მნიშვნელოვანი ღმერთი იყო. და აქ ყველაფერი კიდევ უფრო უცნაური ხდება. თუ ჰიპერბორეა უბრალოდ ლეგენდაა, რატო არის მისი აღწერილობები ასეთი დეტალური? რატომ არის ზუსტი მიმართულებები, კუნძულის ზომა, ტაძრები, რიტუალები და კიდევ მომლოცველობები? ჩვეულებრივ, როცა ისტორია მხოლოდ ფანტაზია, ის ხშირად მხოლოდ სიმბოლიზმით არის სავსე. მაგრამ ჰიპერბორეის შემთხვევაში თითქოს ბერძნები რეალურ ადგილს აღწერენ. თითქოს იცოდნენ, რომ შორეულ ჩრდილოეთში მართლაც არსებობს მიწა. ნამდვილი კითხვა მხოლოდ ისაა, რატომ არის ეს დამალული? მაგრამ ჰიპერბორეის პოპულარობის მიზეზი მხოლოდ მისი მდებარეობა არ არის. უფრო იდუმალია თავად იქ ცხოვრები ხალხი. ძველი წერილების მიხედვით ჰიპერბორეელები განსაკუთრებულები იყვნენ. ისინი მაღალი, ნათელი გარეგნობის და თითქოს სიბერე არ ემართებათ. ამბობენ, რომ ისინი ბუნებასთან სრულად დაკავშირებულად ცხოვრობდნენ. არ იყო ომი, არ იყო მძიმე დაავადებები და თითქმის არ არსებობდა ტანჯვა. პინდარის თქმით, ჰიპერბორეელების ცხოვრება სავსე იყო სიმღერით, ცეკვით და შესაწირავებით. თანამედროვე ეპოქისთვის ეს თითქმის დაუჯერებლად ჟრევს. როგორ შეიძლებოდა არსებობდეს ცივილიზაცია, რომელიც ასეთი მშვიდი და ბედნიერი იყო? მაგრამ ზოგიერთი მკვლევარისა და მითოლოგიის ექსპერტის თქმით, აქ უფრო ღრმა სიმბოლიზმია. შესაძლოა ეს ამბავი მხოლოდ ბედნიერ ადამიანებზე ჩრდილოეთში არ იყოს. შესაძლოა ისინი უფრო მაღალი დონის ადამიანებს წარმოადგენდნენ. ადამიანებს, რომლებსაც ჯერ არ შეხებიათ კორუფცია და სამყაროს განადგურება. და თუ აქ თუნდაც მცირე სიმართლეა, ეს ნიშნავს, რომ ჰიპერბორეა შეიძლება უბრალოდ ლეგენდა არ იყოს. ასევე შესაძლებელია, რომ ეს იყოს ადამიანის ცივილიზაციის დავიწყებული დასაწყისი. და აქ საიდუმლო კიდევ უფრო ღრმავდება. ვინ იყვნენ სინამდვილეში ჰიპერბორეელები? რატომ თითქმის ყველა უძველესი მწერალი, ვინც მათზე საუბრობდა, ერთნაირად აღწერდა მათ? ჰეროდოტემაც კი, რომელიც საბერძნეთის ერთ-ერთი პირველი ისტორიკოსი იყო, მათზე დაწერა. მისი თქმით, ჰიპერბორეელები იყვნენ ბრწყინვალე რასა, რომლებიც ცხოვრობდნენ ჩრდილოეთის ქარის მიღმა, იმ ადგილას, სადაც მზე თითქმის არ ჩადის. ამასობაში პინდარის თქმით, ისინი თითქოს ჩვეულებრივი მოკვდავები არ იყვნენ. ისინი ადვილად არ ავადდებიან და არც სწრაფად ბერდებიან. და მათი სიცოცხლის ხანგრძლივობა ასეულობით წელს აღწევს. მათი მთელი ცხოვრება მუსიკას, ნადიმებსა და სულიერ რიტუალებს ეძღვნება. ეს გავს ცივილიზაციას, რომელიც შიში კი არ, არამედ ბალანსში ცხოვრობს. მათ გარეგნობაც კი განსხვავებულია, ისინი მაღალიები არიან, თეთრნაირები და თითქოს განსაკუთრებული ენერგია უცხეულში. ზოგი ამბავი კი ამბობს, რომ ისინი თითქმის 1000 წლამდე ცოცხლობენ. და აქ ჩნდება ერთი შემაშფოთებელი კითხვა. რა მოხდება თუ ჰიპერბორეელებს სიცოცხლის გახანგრძლივების შესახებ ისეთი რამ იცოდნენ, რასაც ახლა მხოლოდ თანამედროვე მეცნიერება სწავლობს თავიდან. მაგრამ მათი საიდუმლო ამით არ მთავრდება, რადგან ბერძნული მითოლოგიის მიხედვით ჰიპერბორეელები არა მხოლოდ ადამიანები იყვნენ აღფრთოვანებულნი, არამედ თავად ღმერთებიც. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ამბავი ამასთან დაკავშირებულია აპოლონთან, სინათლის, მუსიკისა და წინასწარმეტყველების ღმერთთან. ლეგენდის მიხედვით აპოლონი ჰიპერბორეაში ყოველ 19 წელიწადში ერთხელ სტუმრობდა. და ყოველ ჯერზე, როცა ის იქ მიდიოდა, ამბობდნენ თითქოს თავიდან იძენდა ძალას და ახალგაზრდობას. იმართებოდა დიდი ნადიმები, ტარდებოდა რიტუალები და ამბობდნენ, რომ იქ ხვდებოდა თავის რჩეულ ხალხს. მაგრამ ყველაზე გამორჩეული ის იყო, რომ ჰიპერბორეელები შიშით არ სცემდნენ თაყვანს. ისინი არ გავდნენ ჩვეულებრივ ადამიანებს, რომლებიც ღმერთების წინაშე მუხსიდრეკენ. პირიქით, ისინი ღვთაებრივ არსებებს თანასწორებად აღიქვამდნენ. მათ ცივილიზაციას თითქოს განსაკუთრებული კავშირი ჰქონდა უძველესი სამყაროს ღმერთებთან.
ასეობს ისტორიებიც, რომლებიც ამბობენ, რომ ჰიპერბორეელები წმინდა შესაწირავებს აგზავნიდნენ დელფოში. ლეგენდის მიხედვით ამ შესაწირავებს ან გედები, ან განსაკუთრებული ქალიშვილები მიქონდათ, რომლებიც წმინდა საჩუქრების გადამტანებად მსახურობდნენ. თუმცა დროის გასვლასთან ერთად ჰიპერბორეასა და საბერძნეთის რელიგიის მთავარ ცენტრს შორის კავშირი ნელ-ნელა ჩამოყალიბდა. ისე ჩანდა თითქოს არქტიკის შორეული მიწა პირდაპირ იყო დაკავშირებული ძველი ბერძნული სამყაროს სულიერ კულტთან. და აქ ჩნდება ერთი გასაოცარი კითხვა. თუ აპოლონი საბერძნეთის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ღმერთია, რატო ამჯობინებდა ის თითქოს დაბრუნებას ჩრდილოეთის მისტიკურ მიწაზე, ვიდრე თავად ბერძნებთან დარჩენას? რატომ ჰქონდა მას თითქოს განსაკუთრებული კავშირი ჰიპერბორეელებთან? შესაძლოა ეს ცივილიზაცია უფრო მნიშვნელოვანი იყოს ვიდრე ჩვენ გქონია. და როდესაც ისტორიკოსები უფრო ღრმად იკვლევენ სხვადასხვა კულტურის ძველ ლეგენდებს, უცნაური კანონზომიერება კვლავ და კვლავ ჩნდება. რადგან ჰიპერბორეას ამბავი მხოლოდ საბერძნეთში არ გვხვდება. სხვადასხვა უძველეს ცივილიზაციებში ევროპასა და აზიაში არსებობს მსგავსი ამბები ძლიერ მიწაზე შორეულ ჩრდილოეთში. ინდოეთის ვედურ ტექსტებში მოხსენიებული ადგილი სახელად უტარაკურუ. ეს იყო ჩრდილოეთის სამოთხე, სადაც ნათელი და უჩვეულო არსებები ცხოვრობდნენ. ნორსულ მითოლოგიაში კი არის ამბავი ასგარდზე და აესირ ღმერთებზე, ძლიერ არსებებზე, რომლებიც ასევე დაკავშირებულნი არიან მსოფლიოს ჩრდილოეთ ნაწილთან. ძველ სპარსეთშიც კი არსებობს ლეგენდა ერიანა ბეიჯაზე. ეს იყო მათი წინაპრების თავდაპირველი სამშობლო, რომელიც მდებარეობდა ცივ ჩრდილოეთ მიწაზე. და როცა ამ ყველა ამბავს ერთად მოუხრი თავს, ერთი დეტალი თითქმის ყველგან ერთნაირია. ყოველთვის არსებობს მაღალი, ხანგრძლივი, სიცოცხლის მქონე და თითქოს უფრო განვითარებული არსებების ერთი რასა. ამბობენ, რომ ისინი იყვნენ უფრო მაღალი ცოდნის მცველები და აქ ჩნდება შემაშფოთებელი შესაძლებლობა. რა მოხდება თუ ეს სხვადასხვა ლეგენდები მხოლოდ ერთი ცივილიზაციის ფრაგმენტული მოგონებებია? და რა მოხდება თუ ეს ცივილიზაცია ჰიპერბორეა იყო? რაც უფრო გრმავდება ამაზე საუბარი, მით უფრო უცნაური ხდება აპოლონის როლი მთელ ამბავში. მაშინ ყველა ბერძენი ბავშვი იცნობდა აპოლონს. ნათების, მუსიკისა და წინასწარმეტყველების ღმერთი თურმე მთელი წელი დელფოში არჩებოდა. ზამთარში ამბობდნენ, რომ ის ჩრდილოეთით მიდიოდა, ჰიპერბორეაში. და ლეგენდების მიხედვით იქ ის კვლავ ძლიერდებოდა. დაფიქრდი ამაზე. თითქოს თვით საბერძნეთის სინათლის ღმერთიც კი ძალას იღებდა ერთ-ერთი დაფარული ცივილიზაციიდან, რომელიც ჩრდილოეთის ქარის მიღმა იყო. ეს უბრალოდ ზღაპარი არ იყო მაშინდელი ბერძნებისთვის, ეს მათი რელიგიური რიტუალებისა და რწმენის ნაწილი იყო. ამიტომაც ზოგიერთი ისტორიკოსი თვლის, რომ შესაძლებელია ბერძნებს მართლაც იცოდნენ ძლიერ კულტზე ან განვითარებულ საზოგადოებაზე შორეულ ჩრდილოეთში. მაგრამ ეს ყველაფერი არ არის. დიოდორე სიცილიელის თქმით, აპოლონის უზარმაზარი ტაძარი არსებობდა. ის უფრო დიდი იყო ვიდრე ნებისმიერი ტაძარი საბერძნეთში. მან ეს თავის წიგნში ისტორიული ბიბლიოთეკა დაწერა. და ყველაზე უცნაური ის იყო, რომ მისი აღწერით ტაძრის დიზაინი მრგვალი იყო და ის ცის მოძრაობასთან იყო გასწორებული. და აქ ყველაფერი კიდევ უფრო მისტიკური ხდება, რადგან მოგვიანებით მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილში აღმოაჩინეს სტრუქტურები, რომლებსაც მსგავსი დიზაინის პრინციპები ჰქონდათ. მაგალითად, Stonehenge ინგლისში და ასევე ეგვიპტის ზოგიერთი მზის ტაძარი. ყველა მათგანი თითქოს დაკავშირებულია მზესთან, ვარსკვლავებთან და ციური მოძრაობებთან. მაგრამ როგორ მოხდა ეს? როგორ ჰქონდათ მსგავსი ცოდნა ცივილიზაციებს, რომლებიც ერთმანეთისგან ათასობით კილომეტრით იყვნენ დაშორებულნი? ასეობენ მკვლევარები, რომლებიც ფიქრობენ, რომ ამ ცოდნას შეიძლება ერთი წყარო ჰქონდეს და ზოგიერთი მათგანის აზრით ეს წყარო შეიძლება იყოს ჰიპერბორეა. უძველეს დროში ბერძნები ძალიან ეშინოდათ მომავლის. ამიტომ ხშირად მიმართავდნენ ორაკულებს. ისინი სწამდათ, რომ ორაკულებს მომავლის დანახვა შეეძლოთ. მაგრამ ზოგიერთი ძველი ამბის მიხედვით ეს ძალა ჰიპერბორეულ ცოდნასთან იყო დაკავშირებული. ჰეროდოტემაც კი დაწერა, რომ ცნობილ ორაკულ დოდონას შესაძლოა ჰიპერბორეელთა გავლენა ჰქონოდა. და აქ საიდუმლო კიდევ უფრო იძაბება, რადგან დელფოს ორაკული, რომელიც მაშინ ომებზე, პოლიტიკასა და საბერძნეთის გაფართოებაზე აზეახდენდა გავლენას, პირდაპირ იყო დაკავშირებული აპოლონის ჩრდილოეთისკენ მოგზაურობასთან. როდესაც აპოლონი ზამთარში ჰიპერბორეისკენ მიდიოდა, დელფოს წმინდა ალიით სუსტდებოდა. და როდესაც გაზაფხულზე ბრუნდებოდა, წინასწარმეტყველების ძალაც ბრუნდებოდა. თითქოს ეს ციკლი რაღაცას მიანიშნებს, არა? რომ თავად ბერძნების უნარი დაინახონ მომავალი ჰიპერბორეელებთან არის დაკავშირებული. და თუ ეს კავშირი გაქრება, ღმერთებიც დადუმდებიან. ამიტომ ეხლა უფრო მეტად ჩნდება კითხვა,
ჰიპერბორეელები უბრალოდ მითიური ჩრდილოელები არიან? თუ ისინი მართლაც კლასიკური საბერძნეთის ზოგიერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რწმენის დაფარული წყაროა, მაგრამ ჰიპერბორეას მხოლოდ რელიგიასა და მითოლოგიას არ უკავშირებენ. ზოგიერთი უძველესი ამბისა და თანამედროვე თეორიის მიხედვით, მათ ასევე ჰქონდათ ტექნოლოგია, რომლის დაჯერებაც თითქმის შეუძლებელია. ზოგიერთი ძველი ტექსტის მიხედვით, ჰიპერბორეა უბრალოდ გაყინული ადგილი არ ყოფილა. ეს იყო ნათელი და განვითარებული სამეფო, რომელიც კრისტალებს ენერგიის წყაროდ იღენებდა. არსებობს ამბები გიგანტურ კვარცის კოშკებზე, რომლებიც თითქოს ჰარმონიულ სიხშირეებს ასხივებდნენ. და ზოგიერთი თეორიის მიხედვით, ჰიპერბორეელები დედამიწის ბუნებრივ ენერგეტიკულ ველებს იღენებდნენ. ის კრისტალური სტრუქტურები უბრალოდ დეკორაცია არ ყოფილა. ზოგიერთი ფიქრობს, რომ მათ პიეზოელექტრული ტექნოლოგიის კონცეფცია ესმოდათ. ეს ნიშნავს, რომ კრისტალებზე ცნების გამოყენებით ენერგიას ქმნიდნენ. მეცნიერული ფანტასტიკის მსგავსად ჟღერს, მაგრამ დღემდე პიეზოელექტრული ეფექტი რეალურად გამოიყენება თანამედროვე ტექნოლოგიაში. ამიტომ ზოგიერთი ადამიანის აზრით შესაძლებელია ამ უძველესი ცოდნის ნაწილი მართლაც არსებობდა მაშინ. წარმოიდგინე ეს, ქალაქები, სადაც განათებისთვის ცეცხლს კი არა, არამედ ვიბრაციასა და ენერგიის რეზონანსს იყენებდნენ. არის კიდევ ისტორიები, სადაც ამბობენ, რომ ისინი იყენებდნენ ხმას და კრისტალის ჰარმონიებს სამკურნალოდ. თითქოს ადამიანის სხეულს აწყობდნენ როგორც მუსიკალურ ინსტრუმენტს. და ლეგენდების მიხედვით, მათი მკურნალობის მეთოდს თითქმის არ ჰქონდა გვერდითი ეფექტები. მაგრამ დღემდე არ არსებობს მტკიცებულება, რომ ასეთი ტექნოლოგია მართლაც არსებობდა. და აქ უფრო რთული ხდება საუბარი ისტორიის, მეცნიერებისა და მითოლოგიის შორის. რადგან თუნდაც თანამედროვე ეპოქაში არქტიკა მაინც საიდუმლოა. არსებობს სატელიტური მონაცემები, რომლებიც აჩვენებს უჩვეულო მაგნიტურ ანომალიებს მის ზოგიერთ ნაწილში. არის ადგილები, სადაც კომპასი არანორმალურად ტრიალებს და არის ნაწილებიც, სადაც ელექტრომაგნიტური აქტივობა ჩვეულებრივზე ბევრად ძლიერია. ტრადიციული მეცნიერების წარმომადგენლების თქმით, ეს შესაძლოა პოლუსების გადაადგილებისა და ბუნებრივი გეოლოგიური აქტივობის შედეგი იყოს. მაგრამ ზოგიერთი დამოუკიდებელი მკვლევარისთვის არსებობს სხვა შესაძლებლობაც. რა მოხდება თუ ჯერ კიდევ არსებობს უძველესი ჰიპერბორეული ტექნოლოგიის კვალი, რომელიც დამალულია სქელი ყინულის ქვეშ. და რაც უფრო ღრმავდება თეორიები ჰიპერბორეის შესახებ, მით უფრო შეუძლებელი ხდება მასზე არსებული ამბები. არსებობს ძველი ლეგენდებიც კი, რომლებიც ეგრეთ წოდებული ჩრდილოეთის მანქანებს ეხება. ძველი სისტემებია, რომლებიც, როგორც ამბობენ, კლიმატის კონტროლსა და დედამიწის მაგნიტური ველის დაბალანსებას შეძლებდნენ. ჩვენს დროში ამას უბრალოდ ანომალიებს უწოდებენ. უცნაური მოვლენებია, რომლებიც მეცნიერებას ჯერ ვერ აუხსნია. მაგრამ რა მოხდება, თუ ეს ანომალიები ტექნოლოგიის უკანასკნელი კვალია? თითქოს ჩუმი ეკო ცივილიზაციიდან, რომელიც დიდი ხნის წინ გაქრა. ზოგიერთი მოგზაური და მკვლევარი გაკვირვებული დარჩა არქტიკაში უჩვეულო ავრორებით. მიუხედავად იმისა, რომ არანაირი მზის აქტივობა არ უნდა გამოეწვია ეს. თითქოს რაღაც პასუხობს ყინულის ქვეშიდან. და აქ საიდუმლო კიდე უფრო იძაბება. თუ ჰიპერბორეა მართლაც დაკავშირებულია დედამიწის მაგნიტურ ბადესთან, შესაძლებელია, რომ არქტიკაში უცნაური მაჩვენებლები უბრალოდ ცნობილი ფენომენი არ იყოს. გამოხდება თუ ეს ნაწილი იყო უძველესი ენერგეტიკული ქსელის, რომელიც დიდი ხანია ყინულის ქვეშაა დამარხული. და თუ ეს მართალია, შეიძლება გაყინული ჩრდილოეთი სინამდვილეში არ არის მკვდარი. შეიძლება მის ქვეშ ჯერ კიდევ ძინავს სისტემა, რომელიც უბრალოდ ელოდება ხელახლა აღმოჩენას. მაგრამ ჰიპერბორეა კიდევ უფრო უცნაური გახდა, როცა ზოგმა მკვლევარმა შენიშნა მისი მსგავსება კიდევ ერთ დაკარგულ ცივილიზაციასთან, ატლანტიდასთან. ორივეს, როგორც ამბობენ, ჰქონდა განვითარებული ქალაქები, რომლებიც ენერგეტიკული ქსელის მიხედვით იყო განლაგებული. ორივე ასევე დაკავშირებულია კრისტალებთან და მაგნიტურ ენერგიასთან. პლატონის მიერ ატლანტიდაზე დაწერილებში მან ახსენა ცეცხლი დედამიწიდან. ეს არის ენერგიის ერთგვარი სახეობა, რომელიც მიედინება კრისტალური სტრუქტურების საშუალებით. და ზოგიერთი ძველი ამბის მიხედვით ჰიპერბორეაზე მათაც იგივე ენერგია ჰქონდათ, მაგრამ უფრო განვითარებული. ამიტომაც ზოგიერთი ფიქრობს, რომ ატლანტიდა და ჰიპერბორეა შესაძლოა სინამდვილეში ერთი და იგივე ცივილიზაცია იყვნენ. შესაძლებელია, რომ ისინი ერთი გლობალური სამყაროს ნაწილი იყვნენ. ცივილიზაცია, რომელიც არსებობდა უძველეს დროს. და როცა დიდი კატასტროფა მოხდა, სხვადასხვა ლეგენდაში ერთი და იმავე უბედურების სხვადასხვა ვერსია აღწერილი. ატლანტიდის შემთხვევაში ეს არის დიდი წყალდიდობისა და ქალაქის ჩაძირვის ამბავი, ჰიპერბორეის შემთხვევაში კი ეს არის პოლუსების ძლიერი ცვლილებისა და ჩრდილოეთის გაყინვის ამბავი. მაგრამ შეიძლება ორივე უბრალოდ ერთსა და იმავე განვითარებული სამყაროს დაცემას გულისხმობდეს. თუ ასეა, კრისტალური ბადეები და იდუმალი ტექნოლოგიები არქტიკის ყინულის ქვეშ უფრო დიდი დაკარგული ისტორიის ნაწილია.
ისტორია, სადაც ადამიანი თითქოს უშუალოდ დაკავშირებული იყო პლანეტასთან. მაგრამ უცნაური ამბები ჰიპერბორეელებზე აქ არ მთავრდება. რადგან ზოგიერთი ლეგენდის მიხედვით მათ საუბარი არ ჭირდებოდათ ერთმანეთის გასაგებად. ჰიპერბორეაში ტელეპათია ჩვეულებრივი რამ იყო. გონებიდან გონებაში კომუნიკაცია. თითქოს სამეცნიერო ფანტასტიკაა, მაგრამ მათთვის ეს უბრალოდ ჩვეულებრივი საუბრის მეთოდი იყო. ზოგიერთი ბერძნული წყაროს მიხედვით ჰიპერბორეელებს გონება ძალიან ნათელი ჰქონდათ. არ იყო ტყუილი, არ იყო მოტყუება და თუ ამაზე დაფიქრდები, თითქმის შეუძლებელია მოიტყუო, როცა სხვები პირდაპირ ისმენენ შენს აზრებს. გაგიჟება ამის წარმოდგენა. მაგრამ უფრო გასაოცარია ის, რომ დღეს არსებობს ამდენიმე თანამედროვე კვლევა ტვინის ტალღების სინქრონიზაციასა და კვანტურ ჩახლართულობაზე, რომლებიც აჩვენებენ, რომ ადამიანის გონებას შეუძლია უცნაური გზით დაკავშირება. არსებობს ექსპერიმენტები, რომლებიც აჩვენებენ ამ კავშირს. ადამიანს შეუძლია იგრძნოს სხვისი ემოციები, თუნდაც შორს იყოს. ეს ჯერ კიდევ ბოლომდე არ აქვს მეცნიერებას ახსნილი. მაგრამ ეს საკმარისია იმისთვის, რომ ზოგიერთმა იკითხოს, რა მოხდება თუ ჰიპერბორეელების უნარები ახლა ახლიდან აღმოაჩენს თანამედროვე მსოფლიო. ზოგი ამას ფსიფენომენებსაც უწოდებს. ესენი ისეთი უნარებია, რომლებიც ცნობიერებასთან არის დაკავშირებული. წარმოიდგინეთ ცივილიზაციას, სადაც ყველა ადამიანის განზრახვა გამჭვირვალეა. ადგილი, სადაც მშვიდობას არა კანონი, არამედ სხვა რამ ინარჩუნებს. არამედ თავად ადამიანების ცნობიერება. რა მოხდება თუ მათი სიმშვიდე და ერთიანობა უბრალოდ კულტურული არჩევანი კი არ არის, არამედ მათი გონებრივი კავშირის ბუნებრივი შედეგია. მაგრამ დროის გასვლასთან ერთად ისტორიები კიდევ უფრო სიურეალისტური ხდება. რამდენიმე უძველესი ტრადიციის მიხედვით ჰიპერბორეელებს მხოლოდ ფიზიკურ სხეულზე არ ჰქონდათ შეზღუდვა. ამბობენ, რომ მათ შეეძლოთ მოგზაურობა თავად ცნობიერებით. თითქოს სხეულიდან გასვლის გამოცდილება. არსებობს ისტორიები შამანებზე, რომლებიც ტრანსში შედიან. ტიბეტელ ბერებზე, რომლებიც სიზმრის იოგას იყენებენ. ეგვიპტეშიც კი არსებობს ბას კონცეფცია. სულის ნაწილი, რომელსაც შეუძლია მოგზაურობა სიკვდილის შემდეგ. მაგრამ წარმოიდგინე ეს, რა მოხდება თუ ჰიპერბორეაში ასეთი უნარი ჩვეულებრივი რამაა? რა მოხდება თუ მთელი ცივილიზაცია შეძლებს სხეულიდან გამოსვლას და მხოლოდ ცნობიერებით მოგზაურობას? თუ ასეა, შესაძლებელია, რომ მათ შეეძლოთ სამყაროსა და ვარსკვლავების დაკვირვება ისე, რომ თავიანთ ადგილს არ ტოვებდნენ. და აქ ჩნდება კიდევ ერთი შემაშფოთებელი კითხვა. რა მოხდება თუ ზოგიერთი უძველესი რუკა ასეთი ზუსტი იმიტომ არის, რომ მათი შესაქმნელად ხომალდი არ გამოუყენებიათ? რა მოხდება თუ ამისთვის გონება გამოიყენეს? არსებობენ კონსპირაციული თეორიების კვლევარები, რომლებიც დიდი ხანია სვამენ კითხვას, თუ როგორ იცოდნენ ზოგიერთმა ძველმა რუკამ ანტარქტიდის ფორმა ყინულის ქვეშ. რადგან ოფიციალური ისტორიის მიხედვით, იმ დროს ასეთი ტექნოლოგია არ არსებობდა, რომ ეს დაენახათ. ამიტომაც ზოგი ფიქრობს, რომ შესაძლოა რაღაც დაკარგული არსებობდა. არსებობდა მოგზაურობის მეთოდები, რომლებიც ძველ ცივილიზაციებს იცოდნენ. და შესაძლოა ამის ნაწილი ჰიპერბორეაც იყო. ამ ეტაპზე ის რაღაცები, რასაც ადრე ჰალუცინაციებს ან წარმოსახვას უწოდებდნენ, უცებ შეიძლება დაკარგულ ცოდნად მოგვეჩვენოს. მაგრამ ჰიპერბორეელებთან დაკავშირებული ყველაზე რადიკალური მტკიცება ამით არ მთავრდება. ზოგიერთი ამბის მიხედვით ისინი მხოლოდ ტელეპათიას არ იყენებდნენ. ისინი ასევე თითქოს შეძლებდნენ მატერიის მანიპულირებას გონებით. დიახ, არსებობს ლეგენდები, რომლებიც ამბობენ, რომ ისინი თითქოს შეძლებდნენ დიდი ქვების გადატანას, ენერგიის შექმნას და თუნდაც ჭრილობების განკურნებას, მხოლოდ ცნობიერების გამოყენებით. როგორც ჩანს, შეუძლებელია. მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ეს საკამათოა, თანამედროვე ეპოქაში ჩატარებულმა რამდენიმე ფსიქოკინეზის ექსპერიმენტმა თითქოს აჩვენა გონების მცირე, მაგრამ განმეორებადი გავლენა ფიზიკურ ობიექტებზე. ეს ჯერ კიდევ არ არის მიღებული ოფიციალური მეცნიერების მიერ, მაგრამ ეს საკმარისია იმისათვის, რომ ძველი კითხვა კვლავ გააცოცხლოს. როგორ ააშენეს უძველესმა ადამიანებმა ასეთი უზარმაზარი ნაგებობები, მაშინ როცა ჯერ კიდევ არ არსებობდა ამწეები და თანამედროვე მანქანები? როგორ გადაადგილებდნენ ასეულობით ტონიან ქვებს? და როგორ აერთებდნენ ქვებს ისე მჭიდროდ, რომ თუნდაც თხელი პირიც ვერ შეეტეოდა. დღემდე ეს გამოცანა რჩება მრავალი ინჟინრისა და არქეოლოგისთვის. და ზოგიერთი ფიქრობს, რომ შესაძლოა სწორედ ჰიპერბორეელების დაკარგული ტექნიკები იყოს ამ უძველესი ცოდნის წყარო. ასეა თუ ისე. თუ მართალია, რომ გონებას შეუძლია მატერიის კონტროლი, ეს ნიშნავს, რომ ჰიპერბორეელებმა მხოლოდ უბრალო იარაღები კი არ აითვისეს. შესაძლოა, რომ თავად რეალობა ესმოდათ ისე, როგორც თანამედროვე ადამიანს ჯერ კიდევ არ შეუძლია. არსებობს რამდენიმე თეორია, რომელიც ამბობს, რომ მათი ტაძრები არ აშენებულა მხოლოდ ფიზიკური ძალით ან პრიმიტიული მანქანებით.
ამის ნაცვლად ამბობენ, რომ ისინი იყენებდნენ რეზონანსს, ვიბრაციის თანხვედრას, ცნობიერებსა, ცნობიერებასა და ენერგიას. თითქოს ისინი გონებას ფიზიკურ სამყაროსთან ათანხმებდნენ. იმისათვის, რომ შეექმნათ ისეთი რამეები, რაც თითქოს შეუძლებელია. და რაც უფრო მეც სწავლობენ მათი ცივილიზაციის შესახებ, მით უფრო სიურეალისტური ხდება მათი ქალაქების იერი. რადგანაც, როგორც ძველი ბერძენი მწერლები ამბობენ, ჰიპერბორეის ქალაქები უბრალოდ ქვების გროვა არ ყოფილა. თითქოს ერთ უზარმაზარ საკრალულ სქემას ჰგავდა. მათი ტაძრები ვარსკვლავებისა და თანავარსკვლავედების მოძრაობაზე იყო გასწორებული. პირველად რომ შეხედავ, შეიძლება მოგეჩვენოს თითქოს ეს გადაჭარბებული ამბავია. მაგრამ როცა სხვა უძველეს ნაგებობებს შეხედავ მსოფლიოში, შენ დაინახავ უცნაურ კანონზომიერებას. მაგალითად, გიზას პირამიდების კომპლექსის პირამიდები ამბობენ, რომ ორიონის თანავარსკვლავედზეა გასწორებული. მაშინ როცა ტეოტიუაკანის განლაგება რაღაცით წააგავს ირმის ნახტომს. და აქ ჩნდება ერთი შემაშფოთებელი შესაძლებლობა. რა მოხდება თუ ეს სხვადასხვა ცივილიზაციები უბრალოდ ერთ ძველ გეგმას იყელებდნენ? და რა მოხდება თუ ეს გეგმა ჰიპერბორეიდან მოდიოდა? საუბარი კიდევ უფრო იდუმალი გახდა, როცა რამდენიმე ამბავში ჰიპერბორეის არქიტექტურა აღწერეს როგორც თითქოს ანათებს. ლეგენდების მიხედვით, მათი ზოგიერთი ტაძარი კრისტალივით ქვისგან იყო აშენებული. ამბობენ, რომ ეს ქვები ენერგიის გატარებასაც კი შეძლებდნენ. წარმოიდგინე მთელი ქალაქი, რომელიც თითქოს უზარმაზარი კამერტონია და დედამიწის მაგნიტურ ველთან სინქრონიზაციაშია. და მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე ეპოქაში ვცხოვრობთ, ზოგიერთი უძველესი ნაგებობა დღემდე ამოუხსნელ საიდუმლოდ რჩება. მაგალითად, ბაალბეკის უზარმაზარი საძირკვლის ქვები, მაჩუ პიქჩუს მიწისძვრისადმი მდგრადი კედლები და გობეკლი ტეპეს სწორად განლაგებული სვეტები, რომლებიც სავარაუდოდ 12000 წელზე მეტისაა. ეს ადგილები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეშია განლაგებული, მაგრამ მათ გეომეტრია და დიზაინის პრინციპები საოცრად გავს ერთმანეთს. და ზოგიერთი მკვლევარისთვის ეს უბრალოდ დამთხევა არ არის, მაგრამ ჰიპერბორეას საიდუმლო მხოლოდ არქიტექტურით არ თავდება. არიან რამდენიმე. მათ აქვთ წმინდა ადგილები, რომლებიც სხვადასხვა სამყაროს შორის კარიბჭეებად ითვლება. დიახ, არსებობს რწმენა, რომ მათი ტაძრები სპეციალურად აშენდა იმ ადგილებში, სადაც დედამიწის მაგნიტური ენერგია ყველაზე ძლიერია. თანამედროვე მეცნიერებაში ამას შეიძლება ანომალიებს ან გეომაგნიტურ ცხელი წერტილებს უწოდებენ, მაგრამ ძველი ხალხისთვის ეს ჩვეულებრივი ადგილები არ ყოფილა. მათთვის ეს პორტალებია. და გასაოცარია, რომ ეს ნიმუში სხვადასხვა ცივილიზაციებშიც ჩანს. დელფოს ორაკული აშენებული იყო მიცაში არსებულ დიდ ნაპრალზე. ასევე მესოამერიკაში არის პირამიდები, რომლებიც მაგნიტურ კვანძებზე მდებარეობს. და თუნდაც ტიბეტში ზოგიერთი მონასტერი აშენებულია ლეილაინის გადაკვეთებს. ამიტომაც დღეს ზოგიერთი მკვლევარი სვამს კითხვას. რა მოხდება თუ ამ ადგილების მსგავსება ერთიანი დაკარგული ცოდნის კვალია? და რა მოხდება თუ ეს ცოდნა ჰიპერბორეიდან მოდის? მაგრამ ჰიპერბორეას მიერ დატოვებული საიდუმლო ხოდ არქიტექტურასა და ტექნოლოგიას არ ეხება. საუბარი კიდევ უფრო უცნაური გახდა, როცა საქმე მათ სულიერებას შეეხო. ბერძენი ისტორიკოსების თქმით, ჰიპერბორეა იყო მიწა, სადაც თითქმის უსასრულო სინათლეს უფევდა. ადგილი, სადაც თითქოს არასდროს მთავრდება დღე. პირველი შეხედვით ეს შეუძლებლად ჟღერს, მაგრამ ეხლა უკვე ვიცით, რომ მსოფლიოს უკიდურეს ჩრდილოეთში მართლაც არის პერიოდები, როცა მზე თითქმის არ ჩადის. ძველი მოგზაურებისთვის ეს ადგილი ნამდვილად წმინდა ადგილად მოიჩვენებოდათ. მაგრამ ამბების მიხედვით ჰიპერბორეელები უბრალოდ არ ცხოვრობდნენ შუაღამის მზის ქვეშ. ამბობენ, რომ ისინი მას ეთაყვანებოდნენ. ამბობენ, რომ მათ ჰქონდათ ფესტივალები, რომლებიც რამდენიმე თვეს გრძელდებოდა და ისინი ცის მოძრაობასა და ციურ ციკლებს ემთხვეოდა. ზოგიერთი მეცნიერი კიდევ ფიქრობს, რომ მათი მთელი კალენდარული სისტემა მზის რიტმებზე იყო დაფუძნებული. ეს ნიშნავს, რომ დრო მათთვის საათით კი არ განისაზღვრებოდა, არამედ თავად კოსმოსით. წარმოიდგინეთ ცივილიზაცია, რომლის ცხოვრებაც დავიწყებულია. არა სამუშაოთი ან განრიგით, არამედ ვარსკვლავებით, მზით და სამყაროს მოძრაობით. და შესაძლოა სწორედ ეს იყო მიზეზი, რატომაც მაშინ ისინი ღმერთებთან უფრო ახლოს მიიჩნეოდნენ. ზოგიერთი კიდე ფიქრობს, რომ ისინი უბრალოდ მზის თაყვანისცემით არ შემოიფარგლებოდნენ. პირიქით, თითქოს თავად ამ ენერგიასთან იყვნენ დაკავშირებულნი. და აქ ჩნდება კიდევ ერთი გასაოცარი კითხვა. რა მოხდება, თუ სწორედ მათი კავშირი სინათლესთან იყო მიზეზი იმისა, რომ მათი სიცოცხლე ასეთი გრძელი იყო? რადგან უძველესი ტექსტების მიხედვით, ჰიპერბორეაში თითქმის არ არსებობდა ავადმყოფობა, სიბერე ან ომი. ისინი აღწერეს როგორც მშვიდობიანი საზოგადოება, რომელსაც არ შეხებია ის ძალადობა, რომელმაც სხვა ცივილიზაციები გაანადგურა. მაგრამ როგორ შეიძლებოდა ეს? არსებობს რამდენიმე თეორია, რომელიც ამბობს, რომ მათი ტექნოლოგია იმდენად განვითარებული იყო, რომ რესურსების დეფიციტი არ ჰქონდათ.
და როცა არ არის მძიმე სიღარიბე ან დეფიციტი, ამბობენ, რომ კონფლიქტებისა და ომების მიზეზებიც ნაკლებია. სხვები კი ფიქრობენ, რომ მათი სულიერი ტრენინგი იყო მიზეზი, რის გამოც მათ შეეძლოთ ეგოსა და მძაფრი კონკურენციის კონტროლი. ზოგი ბერძოლი წყაროს მიხედვით ჰიპერბორელები ომისთვის თავის არიდებით არ შემოიფარგლებოდნენ. ისინი თითქოს ისეთ ჰარმონიას ასხივებდნენ, რომელიც მეზობელ ტერიტორიებზეც კი მოქმედებდა. ამიტომაც ზოგიერთი კითხულობს, რა იყო იმ მშვიდობის წყარო. და ალბათ ესეც არის მიზეზი, რატომაც აპოლონი განკურნებისა და წინასწარმეტყველების ღმერთი ზამთარში მათთან დარჩენას ირჩევდა. თანამედროვე ეპოქაში თითქოს შეუძლებელია დაიჯეროს საზოგადოება, სადაც ომი არ არსებობს. მაგრამ რა მოხდება თუ ეს მხოლოდ შეუძლებლად გვეჩვენება? რადგან ადამიანმა დიდი ხანია დაივიწყა, რომ ოდესღაც ეს შესაძლებელია იყო. მაგრამ ყველა ამბავს შორის ჰიპერბორეელებზე ერთია ყველაზე გასაოცარი. ამბობენ, რომ მათი სიცოცხლე ძალიან გრძელია. არსებობს რამდენიმე წყარო, რომლებიც ამბობენ, რომ ისინი ასეულობით წელს ცოცხლობენ თითქმის დაბერების გარეშე. შესაძლოა ეს უბრალოდ მათი გარემოს შედეგია. სუფთა ჰაერი, ბუნებრივი პირობები. და თუ აქ კიდევ უფრო ღრმა რამეა, ზოგიერთი უძველესი მისტიკოსი თვლის, რომ თვითონ ცნობიერებასაც გავლენა სხეულის დაბერებას. და ზოგიერთი თეორიის მიხედვით ჰიპერბორეელებმა შესაძლოა აითვისეს მეთოდი, თუ როგორ შეანელონ ბიოლოგიური დაშლა გონების და სულიერი დისციპლინის საშუალებით. ზოგ ტექსტში ისინი აღწერილნი არიან როგორც თავისუფლების, სიბერისა და დაავადებებისგან. და რაც უფრო უცნაურია, ამბობენ, რომ ისინი მხოლოდ მაშინ კვდებიან, როცა თავად გადაწყვეტენ ამ სამყაროდან წასვლას. ისინი სიკვდილს ტრაგედიად არ აღიქვამენ. პირიქით, ამბობენ, რომ ეს არის შეგნებული გადასვლა არსებობის უფრო მაღალ განზომილებაში. ამიტომ შიშის ნაცვლად ისინი სიკვდილს აღიქვამენ როგორც მიღებასა და მოგზაურობას. ეხლა წარმოიდგინე ეს რა მოხდება თუ დაბერება, რომელსაც დღეს ნორმალურად თვლით, სინამდვილეში ბუნებრივი არ არის. რა მოხდება თუ ეს უბრალოდ სიმპტომია იმ ცოდნისა, რომელიც კაცობრიობამ დიდი ხნის წინ დაკარგა. დროის გასვლასთან ერთად ბერძნებისთვის სულ უფრო ნათელი ხდებოდა, რომ ჰიპერბორეა მათთვის უბრალოდ ლეგენდა არ იყო. ისინი მიიჩნევდნენ, რომ მას პირდაპირი გავლენა ჰქონდა თავად საბერძნეთის კულტურასა და რწმენებზე. ამბობენ, რომ ყოველწლიურად ჰიპერბორეიდან წმინდა ცხვენს აგზავნიდნენ დელფოში, რომელიც ძველი საბერძნეთის სულიერი ცენტრი იყო. და როგორც უკვე ვახსენეთ, თავად აპოლონი ყოველ ზამთარს ჰიპერბორეაში ბრუნდებოდა. ამიტომ ძველი ბერძნებისთვის შეუძლებელი იყო მათი რელიგიის გამოყოფა ჩრდილოეთის ამ იდუმალი მიწისგან. მაგრამ რაც უფრო ძლიერდებოდა ჰიპერბორეას ამბავი, მით უფრო სევდიანი ხდებოდა მისი დასასრული. წარმოიდგინე, ეს იყო ულამაზესი ცივილიზაცია 64 სავსე სინათლით, სიმშვიდით და მოწინავე ცოდნით. და ერთ დღეს მოულოდნელად ყინულმა შთანთქა იგი. ლეგენდების მიხედვით ჰიპერბორეა იყო მარადიული გაზაფხულის მიწა, მაგრამ ზოგიერთი გეოლოგიური მტკიცებულების მიხედვით მაშინ დედამიწის პოლუსებზე ძლიერი ცვლილებები მოხდა. და ასეთი პოლუსების გადაადგილება შეუძლია მთელი პლანეტის კლიმატის შეცვლა. ასეობენ მეცნიერები, რომლებიც აღიარებენ, რომ დედამიწის მაგნიტური პოლუსები წარსულში რამდენჯერმე შეიცვალა. და ყოველ ჯერზე როცა ეს ხდება, ამინდსა და ადგილების ადამიანისთვის საცხოვრებლად ვარგისიანობაზე ძლიერ გავლენას ახდენს. ამიტომაც ზოგიერთი კითხულობს, რა მოხდებოდა თუ ჰიპერბორეას დაცემა ნელი გაქრობა არ ყოფილა? რა მოხდებოდა თუ ეს ძალიან სწრაფი კატასტროფა იყო? ეს იყო ერთგვარი სწრაფი გაყინვის მოვლენა, რომელსაც მთელი რეგიონის ძალიან მოკლე დროში გაციება შეეძლო. და ზოგიერთი მკვლევარი ამის მაგალითად ციმბირის მამონტებს ასახელებს. რადგან ზოგიერთი მამონტი აღმოაჩინეს ჯერ კიდევ დაუმუშავებელი საკვებით მუცელში. თითქოს ისინი მოულოდნელად დაიღუპნენ, სანამ რეაგირებას მოასწრებდნენ. ამიტომაც ახლა ზოგიერთი კითხულობს, რა მოხდებოდა თუ იგივე დაემართათ ჰიპერბორეელებსაც? რა მოხდება თუ ისინი ნელ-ნელა არ დაეცნენ, არამედ რამდენიმე დღეში პირდაპირ გაქრნენ? მაგრამ დღემდე ზუსტი პასუხი არ არსებობს, თუ რა იყო მათი გაუჩინარების ნამდვილი მიზეზი. არსებობენ ისტორიკოსები და მკვლევარები, რომლებიც ფიქრობენ, რომ უბრალოდ გაყინვა არ იყო მომხდარი. შესაძლებელია, რომ უფრო დიდი კატასტროფა მოხდა. მსოფლიოს სხვადასხვა უძველეს ლეგენდებში ხშირად მეორდება დიდი წარღვნის ამბავი. არსებობს ისტორიები ძლიერი მიწის ძვრის შესახებაც. ციდან გამოცვენილი ცეცხლი და უზარმაზარი წყალდიდობები, რომლებმაც ცივილიზაციები გაანადგურეს. პლატონიც კი ატლანტიდის დაღუპვას ძლიერ წყალდიდობას უკავშირებდა. ამიტომაც ზოგიერთი კითხულობს, რა მოხდება თუ იგივე ბედი ეწია ჰიპერბორეას? არსებობენ სხვა მკვლევარებიც, რომლებიც მიიჩნევენ, რომ შესაძლებელია ომეთის დაცემა ან ძლიერი მზის აფეთქება გავლენას ახდენდა დედამიწის კლიმატზე მაშინ. და გასაკვირია, რადგან მსგავსი ამბავი სხვადასხვა კულტურაშიც არსებობს. სკანდინავიურ მითოლოგიაში არის რაგნაროკი, სამყაროს დასასრული, სადაც ყველაფერი ცეცხლმა და ყინულმა შთანთქა.
ზოგიერთი ამერიკელი აბორიგენების ლეგენდებში არის ამბები ცის ქვავებზე, რომლებმაც თითქოს უზარმაზარი წყალდიდობა გამოიწვიეს. და რადგან ჰიპერბორეა დედამიწის იმ ნაწილში მდებარეობდა, რომელიც მაგნიტურ პოლუსებთან იყო დაკავშირებული, შესაძლებელია, რომ ისინი პირველები გახდებოდნენ ნებისმიერი კოსმიური კატასტროფის მსხვერპლი. და აქ ჩნდება ერთი შემაშფოთებელი იდეა. რა მოხდება თუ კი მათი ცივილიზაცია, ნამდვილადაც არ უნდა განვითარებული ყოფილიყო, მაინც ვერ შეძლეს გადარჩენა. შეეჩერებინათ ცის ძალა. თითქოს ეს ამბავი გვიჩვენებს, რომ ყველაზე განვითარებულ ცივილიზაციასაც კი აქვს ზღვარი სამყაროს მოძრაობის წინააღმდეგ. მაგრამ აი ლეგენდის ყველაზე უცნაური ნაწილი. ამბობენ, რომ ჰიპერბორეელები საბოლოოდ არ გამქრალან. ზოგიერთი ამბის მიხედვით ისინი სამხრეთისკენ გადაცხოვრდნენ. არსებობს ლეგენდები საბერძნეთიდან ინდოეთამდე, თამდე ჩრდილოეთიდან მოსულ ნათელ მასწავლებლებზე, რომლებმაც თითქოს სოფლის მეურნეობა, ასტრონომია და სულიერი ცოდნა მოიტანეს. და როდესაც არქეოლოგებმა ევრაზიის ზოგიერთი უძველესი ცივილიზაცია შეისწავლეს, მათ რაღაცა უჩვეულო შენიშნეს. როგორც ჩანს, მოცინავე ცოდნა სხვადასხვა ადგილას უცებ გაჩნდა, ძალიან სწრაფად, ძალიან ერთდროულად. და ზოგიერთისთვის ეს თითქოს უბრალოდ ამთხვევა არ იყო. ამიტომ დღემდე ცოცხალია ეს კითხვა. მართლა საბოლოოდ დაიღუპა ჰიპერბორეა, თუ უბრალოდ მისი გადარჩენილები გაიფანტნენ და დამალნენ მომდევნო იმპერიების აღმავლობის ფონზე ისტორიაში. ამიტომ მათი ცოდნის ნაწილი დღემდე ცოცხლობს, ისე რომ ჩვენ ამას ვერც კი ვაცნობიერებთ. თუ მოგეწონა ეს ვიდეო, არ დაგავითრდეს მოიწონა და გამოიწერო არხი, რათა იხილო კიდევ მეტი მისტერია, დაკარგული ცივილიზაციები და უძველესი სამყაროს საიდუმლოებები. და როგორც ყოველთვის ვამბობთ, შეინარჩუნეთ ღია გონება. თქვენ თვითონ გადაწყვიტეთ, მართალია ეს თუ არა.